აქ ადგილზე გეცოდინებათ ჩატარდა თუ არ ჩატარდა სპეცოპერაციები? შლით სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ. სუსმა რომ გაავრცელა განცხადება, ნახეთ. ნახეთ სუსმა რომ განცხადება გაავრცელა ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ტერიტორია დატოვეთ ძალიან გთხოვთ. რომ ამ ტერიტორიაზე შენიშნა ანონიმურმა წყარომ და შემდეგ მიაწოდეს მათ ინფორმაცია ამის შესახებ. შეიძლება დატოვოთ. არ გაგიგიათ არც ამაზე რომ ბაჩიაშვილი დააკავეს? ამბობენ რომ არ იციან, მაგრამ ვერ მალავენ რომ საქართველოს სომხეთის საზღვარზე სპეცოპერაცია არ ჩაუტარებიათ. სუსის ვერსია რომ გიორგი ბაჩიაშვილი სადახლოს სასაზღვროსთან მწვანე ზონაში სეირნობდა, ტყუილი და გამოგონილი ამბავი აღმოჩნდა. შეიძლება თავად ბაჩიაშვილი არ გინახავთ, მაგრამ თუ ჩატარდა რაიმე აქ? არა, არ ვიცი. და დღეს მოვედი სლაში და არ ვიცი. მაგრამ გაიგებდით სპეცოპერაცია თუ იქნებოდა რა? გეცოდინებათ ყველა სპეცოპერაცია ჩატარდა თუ არ? არა. აქ არ ვიცი, ეგეთი რამე არ ჩატარებულა. ამ ტერიტორიაზე არა. გუში. თუკი სუსის ვერსიას დავუჯერებთ, აქ ყველას უნდა ახსოვდეს წინა დღის მასშტაბური სპეცოპერაცია, თუმცა ამაზე საუბარს ყველა ერიდება. შეიძლება არ გინახავთ, მაგრამ ხომ არ გაგიგიათ? არ ნახე. მაგრამ ხომ არ გაგიგიათ რომ ჩატარდა გუში? არ გვინახავსო? ერთსამი რა. სუსის განცხადება თუ ნახეთ, გიორგი ბაჩიაშვილი ამ ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ დააკავესო, ასეთი განცხადება დაწერეს და მაინტერესებს სპეცოპერაცია აქ ჩატარდა თუ არა? ხომ არ არის რამე სიახლე? მოიცან რა. გელოდებით უკვე კარგა ხანი. ბატონო? უფრო სელოდები მოიცან. გვეუბნებიან რომ არაფერი იციან, პოლიციელთა ნაწილი კი გთხოვს ლოდინს დაუსრულებლად. მწვანე ზონაში არის თუ არა კამერები, რომელსაც შეიძლება რომ აღებეჭდა ეს ყოველივე თუ ვინმე შენიშნა გიორგი ბაჩიაშვილი. აღნიშნულ ლოკაციას მოსახურები და მწვანე ზონასთან დაკავშირებით მე ვერ მოგაწყვეტ ინფორმაცია. სუსის განცხადებით ანონიმურმა წყარომა თაცნობა რომ გიორგი ბაჩიაშვილი სწორედ აქ წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას შენიშნა. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ ის ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, თვალები აუხვიეს და ბანდიტური გზით საქართველოში ჩამოიყვანეს. ეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. და დღეს მე ამას კიდე ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმება. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახოვარი მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატენეს აიგზენას ბომბარდირის თვითფრინავში და ყველანაირი ახალგაზრდების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. გიორგი ბაჩიაშვილისა და სუსის მიერ გავრცელებული ვერსიები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ კითხვების დასასმელად სუსის უფროსთან ანრი ოხანაშვილთან მივედით. ადგილზე მისულებს სახლში არავინ დაგხვდა, თუმცა მის სახლთან დაცვის საგუშაგოში დაგხვდნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უარყოფდნენ, რომ ისინი სუსის უფროსს იცავენ. საუბრობთ. გავიგე, მაგრამ რაც მოხვედით და დაგვინახეთ, იმის მერე საუბრობთ და როდემდე უნდა დაგელოდოთ. გაგვეცით, ვისი დაცვის წევრი ბრძანდებით? ანრი ოხანაშვილს იცავთ ამ ჯიხურით და აქ წარმომადგენლობით? კერძო საკუთრება და მიბრძანდით რა. სად არის კერძო საკუთრება? გზა შემოდის აქ. ეს დაცვა მისია? აქ. უსაფრთხოების ის არის უფროსი. აბა ვისე მომხოს, როგორ ვიკეთებ? არა, იმ ბატონმა უარყო არაო და რა ვიცი. აბა შეგერეუნ უნდა იყოს რა. მისი კოლეგები დაცვის ჯიხურში დაიმალნენ, თავად კი ჩვენი გამოჩენისთანავე ტელეფონზე გამოგონილი საუბრები იქამდე გააგრძელა, ვიდრე ტერიტორია არ დავტოვეთ. ეხლა ხო არ საუბრობთ და გითხარით? რა გითხრათ? აი ეს დაცვა ვის იცავს? რასაც ჭიროა რო იცოდი. კი, საჭიროა. ანუ ლოგიკურია რომ ანრი ოხანაშვილის სახლი არის აქ და ეს ჯიხური დგას აქ. არა, აქეთ ალბათ იქ ცხოვრობს, მიბრძანეთ. არა, აქ ცხოვრობს. აქ არ ცხოვრობს. კი, აქ ცხოვრობს. ერთი წუთი. ერთი წამით. სირცხვილია, რასაკეთებთ? რატო იმალებიან ეს ბატონები? გაგეთიშათ ტელეფონი. აღარ ლაპარაკობთ. ოკაცრავად. ეხლა კიდე სადმე არ დარეკოთ, ძალიან გთხოვთ რა. თუ სუსის უფროსის დაცვა ბრძანდებით, ამაში დასამალი რა არის? არ ცხოვრობს თქვა ხო გითხარით. აბა ვის იცავთ? რა მნიშვნელობა აქვს? და ხელს გიშლით. რა შეგიშლით, რატო იმალებიან და რას იცავთ ვერ გავიგე და კითხვის დასვის უფლება როდიდან აღარ გვაქვს? უკაცრავად. სამუშაო პროცესში გვიშლით ხელს ხალხო. რა სამუშაო პროცესში? სამუშაო ხო და მითხარით, აი ვისი დაცვა ბრძანდებით მითხარით? დატოვეთ ვისი დაცვა ბრძანდებით მითხარით? ანრი ოხანაშვილს იცავთ ესეთი გამალებით? ხელს რა შეგიშლით? ჯიხურიდან რო ვეღარ გამოდიხართ და შეიკეტეთ შიგნით? გამობრძანდით და ისე დაიცავით.
ანრი ოხანაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა არ აუხსნია თუ საიდან გაჩნდა ცრუ ვერსია, თითქოს გიორგი ბაჩიაშვილის სადახლოს მწვანე ზონის მინდვრებში სეირნობისას შენიშნეს. ოხანაშვილის უწყებამ საზოგადოება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცრუ ვერსიით უტიფრად მოატყუა. ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. თუ ვინმეს ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა, ვინ რას დაიჯერებს. თავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი. მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს. ის მოიხდის სასჯელს. გიორგი ბაჩიაშვილის მონათხრობის მიხედვით ყველაფერი 24 მაისს დაიწყო. კონკრეტულ ქვეყანას თუ სად დააკავეს ის თავად არ ასახელებს, თუმცა გავლენიანი ბრიტანული გამოცემის გარდიანის ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბიში ერთ-ერთ სასტუმროში ადვოკატს უნდა შეხვედრო და რადგანაც სასტუმროს მისაღებში 8 კაციანმა ჯგუფმა დააკავა. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს თავობას უტოლებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც ასეთი, რასაც მოყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და საჩემი გამოძავლის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბებში. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა რამოდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩაუმიყვანეს საქართველოში. სუსის აბსურდული ვერსიისგან განსხვავებით გიორგი ბაჩიაშვილის მონათხრობს რამდენიმე ფაქტი ამყარებს. Flight Radar-ის მონაცემების მიხედვით თბილისიდან დუბაიში კერძო თვითმფრინავი სწორედ 26 მაისს გაფრინდა. ოფიციალურ მონაცემებში ჩანს, რომ ბორტის სახელად 4L TGB დუბაიში 2 საათი გაჩერდა და შემდეგ უკან თბილისში დაბრუნდა. ეს სავარაუდოდ სწორედ ის რეისია, რომელზეც ბაჩიაშვილი მიუთითებს. ცნობილია, რომ ბორტზე აყვანამდე იყო მანქანით გადაადგილების ეპიზოდიც. ჟურნალისტი გაწუხებთ, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან ბაჩიაშვილის საქმესთან. მთავრობასთან დაახლოებული კომპანია აირზენა და მისი მფლობელები თამაზ და დავით გაიაშვილები კითხვებს არ პასუხობენ. კომპანიის პრესსამსახურმა გითხრა, რომ კერძო პირები ფრენებს ყოველდღიურად უკვეთავენ, თუმცა დამკვეთის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, რადგან კონფიდენციალურია. ვის შეიძლება ვკითხო ეს მიმდინარეობს თუ არა შიდა მოკლება. სერიოზული ბრალდება კომპანიის მიმართ, რომ თვალება ახვეული ადამიანი ჩამოვიდა თქვენი თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. გავიგე, მაგრამ თუ დანაშაულის შემცველია ეს რეისი, თქვენ შიდა მოკლებას არ უნდა აწარმოებდეთ? თუ რაიმე გაინტერესებთ ამ თემასთან დაკავშირებით სხვა თემასთან, საკამოდიკო პროცესზე, მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემ. გვინდოდა კითხვები პირადად დაგვესვა თამაზ და დავით გაიაშვილებისთვის, თუმცა მათ ჩვენ კითხვებს არ უპასუხეს. ბატონი დავით თუ იმყოფება სახლში, რამდენიმე კითხვა გვაქვს მასთან? და თქვენ საერთოდ სახლში არ კითხვები გვაქვს მათთან და არ უპასუხობენ. ბატონ დავით ვეძებთ, ქალბატონო. ნამდვილად ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, აირზენა თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. იმის შესახებ თუ სად ჯდება აირზენას ჩარტერული რეისები კითხვები დავსვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათის ფორმულას ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილი სამთავრობო გასასვლელით ოფიციალური პროცედურების გარეშე შემოიყვანეს ქვეყანაში. აირზენა რაშუაში. ჩარტერული რეისები თუ ჯდება, აქ ეგ მაინტერესებს. სამოქალაქო ტერმინალი მასპინძლოს. სად დაჯდა ეს თვითმფრინავი, იმიტომ რომ პასპორტ კონტროლის გარეშე არისო ჩამოყვანილი ეს ადამიანი და აირზენა კერძო კომპანია და ეს არის სამთავრობო ტერმინალი. ხო, მაგრამ სამთავრობო პირებსაც ხო ატარებენ აირზენა კომპანია და ეს ხა შეიძლება დაჭირდეთ რომელიმე დაწესებულებას დაიქირავოს აკრძალული ხომ არა. ამის შემდეგ კითხვების დასასმელად სამოქალაქო ტერმინალს მივაკითხეთ. ჩარტერული რეისები სად ჯდება თუ შეიძლება რო გითხრათ? აირზენას. მარტო იქ ჯდება ჩარტერული რეისები ნამდვილად? აირზენას ჩარტერული რეისი მაინტერესებს. აირზენას იქნება თუ ის იქნება, იქიდან გამოდიან შემოგევლეს. ზუსტად ვერ გეტყვი. ანუ აქ არც ერთი ჩარტერული რეისი არ ჯდება? არც კერძო კომპანიის? იქიდან გადმოგვამისამართეს აქეთ და მოგიტო გეკითხებით.
ჩარტერული რეისები სამოქალაქო აეროპორტში ჩდება, თუმცა აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მათ კონკრეტულ ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. შაბათის ფორმულას ინფორმაციით კი ფრენაზე ბორტგამცილებლები არ იმყოფებოდნენ. იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელთა ნაწილი გიორგი ბაჩიაშვილმა იცნო და იცის მათი ვინაობაც. პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის ივანიშვილის დავალებით ბანდიტური გზით მოიტაცეს და ასე ჩამოიყვანეს საქართველოში. მას შემდეგ ის სწორედ აქ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილთან პასპორტი, რომელია უცხო ქვეყანა, რომელზეც მან თავად ისაუბრა. ადვოკატები ჯერჯერობით არ ამხელენ, თუმცა ცნობილია ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე პირდაპირ ბორტზე მოათავსეს. არაერთი ვერსიის მიუხედავად ამ დროისთვის ასევე უცნობია თუ რა გახდა ბაჩიაშვილის დასაკავებლად მეორე ქვეყანასთან შეთანხმების საფუძველი. ფიზიკურ ძალადობას არ ქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით მძიმე აღწერას მოვლენების, რომელიც უკავშირდება იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ის თვალებახვეული იყო. საქართველოში გადმოყვანის უკან არ დგას მართლმსაჯულების ინტერესები. იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, როგორც მოხდა და ვინც დგას ამის უკან, არავითარი ილუზია არ შეიძლება არსებობდეს იმის, რომ რაღაც შედეგი შეიძლება იქნეს მიღწეული საბოლოო შედეგი სამართლიანობის თვალსაზრისით. გიორგი ბაჩიაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკვე დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობდა. უფრო მეტ დეტალზე საუბარიც არ მიმაჩნია ამ ეტაპზე მე მიზანშეწონილად, ვინაიდან თავად თვლის, რომ ეს ინფორმაცია მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს. გიორგი ბაჩიაშვილი ქვეყნიდან მალულად 2025 წლის მარტში გავიდა, რის შემდეგაც პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილთან კრიპტოვალუტის მრავალმილიონიან სადავო საქმეზე მას დაუსწრებლად 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორი ამბობს, რომ მას ინტერპოლი წითელი ციρკულარით ეძებდა, თუმცა ინტერპოლს ივანიშვილის პირად ტყვეზე ძებნა შეჩერებული ჰქონდა. პირადად მე არც ეს საქმე ჩემი არ არის მარტივად რო გითხრათ, არც მე არ მუშაობ იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმ ინფორმაციას გაწვდით, რომ ნამდვილად გამოძიება მიმდინარეობს ძებნა მის მიმართ. ნამდვილად იყო გამოცხადებული პირადად მე, იმიტომ რომ სახელმწიფო პროკურორი ვიყავი. პერიოდში და არ კიდევაზე შესაბამისად მე გამოაცხადე ძებნა, რაც შეეხება თქვა სამართლებრივ საერთაშორისო კონტექსტში ღონისძიებებს, ისიც ნამდვილად ახორციელებული იყო ინტენსიურ კომუნიკაციაში და თუ დაუბრუნდებით იმ შინაარს ასეთ კვალიფიკაციას და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება. მე ვერ მოგცემთ ამ შეფასებას. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სხდომა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ადვოკატები გეგმავენ პროკურატურას ბაჩიაშვილის გატაცების საქმეზე ახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართონ. ობიექტური გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს პირობებში პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს. თუ როგორ მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება, მისი ჩამოყვანა კერძო თვითმფრინავით საქართველოში და პასპორტ კონტროლის გავლის გარეშე საზღვრის გადმოკვეთა. მაგრამ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ ფაქტია, რომ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს.